არ შეიძლება რომ 4 ასეულმა ადამიანმა 4 მილიონ ადამიანს შევქმნას დისკომფორტი. ეს უბრალოდ არ შეიძლება 4 ასეულმა ადამიანმა შეაფერხოს ეკონომიკის განვითარება 4 მილიონი ადამიანისთვის. ერთ-ერთი რაც ემსახურება ესრულებების სამართლის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არის სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა. ეს არის პოლიციის გაძლიერება, რა თქმა უნდა ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ ვერავინ ვერ აღმართავს ხელს ქართულ სახელმწიფოსა და ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, მით უმეტეს 4 ასეული ადამიანი. არის პირდაპირ აღიარება იმისა, რომ უცხოური დაფინანსება, კონკრეტულად ამერიკული დაფინანსება, გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, რევოლუციების მოსაწყობად, არეულობის მოსაწყობად და NGO-ები ასრულებდნენ ამაში, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები ასრულებდნენ ამაში გადამწყვეტ როლს. გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი უკვე დევს ხელის გულზე და მარტო საქართველოს ხელისუფლება არ საუბრობს ამ ძალიან სერიოზულ პრობლემაზე, ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად განვავრცოთ ის კანონმდებლობა, რომელიც დაკავშირებულია NGO-ების გამჭვირვალობასთან. კონკრეტული ელჩები ცდილობდნენ და დღემდე ცდილობენ, ზოგიერთი მათგანი დღემდე ცდილობს უხეშად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, რაც მათ შორის კონკრეტულ კონვენციებს ეწინააღმდეგება, რომლებითაც არიან შეზღუდული უცხოელი დიპლომატები. ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, deep state-ის საქმიანობის შედეგი. არიან კონკრეტული ელჩები, რომლებიც მიყვებიან deep state-ის ინსტრუქციებს. ეს უნდა დასრულდეს, რა თქმა უნდა, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში.